ამერიკაში მიმდინარეობს ჩუმი სამოქალაქო დაპირისპირება. შეიძლება ითქვას სამოქალაქო ომი. ხანდახან არც ისე ჩუმი. ანუ ერთ მხარეს არიან გლობალისტი ლიბერალები და მეორე მხარეს არიან კონსერვატორი ამერიკელები. ერთი მხარე ამბობს აი ეს კონსერვატორი პატრიოტი ამერიკელები, ვისი დაკვეთაც არის ტრამპი, ხალხო. თქვენ გონიათ ტრამპმა მოახვია ხალხს თავისი აზრი, ხალხში იყო დაკვეთა და ტრამპი მოაჯდა მაგ დაკვეთას. მათი აზრი რა არის, რომ ამერიკა კარგი ქვეყანაა, ამერიკა first, ამერიკა ყველაზე მაგარი ქვეყანაა, ამერიკის დროშა არის ყველაზე ლამაზი დროშა, ამერიკელი ხალი, ყველაზე მაგარი ლამაზი ხალია, ამერიკელი რაღაც ჯარისკაცი, ყველაზე მაგარი ჯარისკაცია, ჯორჯ ვაშინგტონი იყო ყველაზე მაგარი პრეზიდენტი და გაუმარჯოს USA-ს. აი მარტივად რომ თქვა, ეს არის ტრამპისტი ამერიკელების ლოზუნგი. უკან არ წიმა ფრთები გაშლა, აუ რაღაცა და გადაიფრინა F-16-მა და F-22-მა. ეს არის ტრამპი. აი ძალიან პრიმიტიულად ხატოვნად რო ახსნათ. მეორე მხარე, აი ზანგი ხალის პერსონით ამბობს შემდეგს. აი ზანგი ხალი ამბობს ოღონდ ამას, რომ ჯორჯ ვაშინგტონი იყო მოძალადე რასისტი მონათლობელი, არ არის დიადი ამერიკა არ იყო. საერთოდ მოდი ჩამოვიღოთ ამერიკის კაპიტალიზმის დასახობია ანუ კაპიტალიზმის დავამხოთ. და ამერიკა საერთოდ არ არის კაი. საერთოდ კარგი ქვეყანა არ არის ამერიკა. მონათლობელი კოლონიალისტი მოძალადე მიზოგენი ზანგებს და აი დაჩაგრულ ისტორიის განმავლობაში დაჩაგრულ ხალხებს საერთოდ კონტრიბუციები უნდა გადაგვიხადოთ. LGBT კარგია, ვოუკიზმი კარგია, ანუ ეს ორი ძალა დაეჯახა ერთმანეთს.